განვაგრძოთ რადიომედის ეთერში მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით იმ ფაქტს, რომ ცნობილ სიმღერას სახელწოდებით სულიკო არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკვე ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ დონეზე აღიარებული ძეგლების რაოდენობა იზრდება, დღეისთვის რამდენ შეადგენს ეს და საერთოდ რას გვაძლევს მსგავსი მოცემულობა და რამდენად არის ქართული კულტურა გამორჩეული ამ მხრივ, ამ ყველაფერზე დეტალებზე სასაუბრად რადიომედის სტუდიაში ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს ქალბატონ სალომე ხმიადაშვილს მასმისლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მოახერხეთ მობრძანდით პირდაპირ ეთერში. ქალბატონ სალომე, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ქართულ ძეგლთა სიას კიდევ ერთი შეემატა სულიკო, რომელიც პრინციპში მართლაც სახალხო სიმღერად იქცა, ლექსის დაწერისთანავე მუსიკაც შეიქმნა და შემდეგ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათადაც იქცა საქართველოს შესახებ უცხოელებისთვის, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ სიმღერით ბევრმა საქართველო გაიცნო, ხო? გითხარით, აი მაგალითად რატომ მაინც და მაინც სულიკო, რა გახდა ამის მიზეზი და შემდეგ ამის მაგალითზე ვეცდებით გავიგოთ ზოგადად რა პრინციპით ვახერხებთ, როგორ ვახდენთ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას და საერთოდ როგორია ამ მხრივ ჩვენი პალიტრა და შესაძლებლობები. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები თქვენ რადიო მსმენელს. მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის დიდ დროს უთმობთ ჩვენ კულტურას, კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ძალიან საჭირო და აუცილებელია ნამდვილად. თქვენ თავად ისეთი კარგი პრელუდი გაუკეთეთ უკვე ამ თემას, რომ რეალურად თავადვე გაშიფრეთ რატომ სულიკო. დიახ, ასია, სიმღერა სულიკო შესრულების ტრადიცია, როგორც არამატერიალური ფენომენი, ნამდვილად იმსახურებდა სტატუსს. ეს იქცა ქვეყნის სავიზიტო ბარათად მრავალი წელია. სხვათა შორის საინტერესოა თვითონ ის ფაქტი, რომ ტექსტის ავტორი დიდი აკაკია, მაგრამ სიმღერის ინიციატორიც დიდი აკაკია. ხო, თავადვე უთხრა, რომ თავადვე მიმართა ბარბარე ვარინკა მაჭავარიან წერეთლისას, მუსიკათან შეექმნა ამ ლექსისთვის. მისებურად კილო შეხამებინა ამ ლექსისთვის. ანუ ზუსტად იცოდა ვისთვის მიემართა. ზუსტად იცოდა, კი, იმიტომ რომ მას განსაკუთრებით იამებოდა ვარინკას ნამღერი, როგორც თვითონ ვარინკა მაჭავარიანი იხსენებს, ხშირად მათამამებდა დიდი აკაკიო, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მას ძალიან ეამებოდა ვარინკას ნამღერი და მეცო ესე თამამად მის ლექსებს ვამღერებდიო. ხო, აი ასე საინტერესო და ძალიან ლამაზი ისტორია აქვს ამ სიმღერის შექმნას, მაგრამ ამავე დროს ცხადია, თავიდანვე ძალიან პოპულარული გახდა, როგორც ვიცით, ვარინკას შესრულების და გამო, იმიტომ რომ ხშირად ასრულებდა თავად ვარინკა ფართო საზოგადოების წინაშე ამ სიმღერას, რა თქმა უნდა, სიმღერა დაიწერა გიტარის თანხლებით, პირველადი ვერსია ასეთი იყო. შემდგომ თავადვე ვარინკა მოზრუნველყო ამ სიმღერის დასწავლა, ასე ვთქვათ, დები იშხნელებისთვის, რომლებმაც მერე უკვე გაამრავალხმიანეს, ასე ვთქვათ, სამხმიანი გახადეს და წავიდა ამ სიმღერის პოპულარობა. თან ეს არის 1895 წელი, როდესაც არანაირი სოციალური ქსელი არ არსებობს, 95-ში ლექსიკი დაიწერა, მაგრამ მე-19 საუკუნის მიწურულია, მე-20-ს დასაწყისი, როდესაც სოციალური ქსელი არ არსებობს და ამის და მიუხედავად ის რაც განსაკუთრებულად კარგია, ხმოვანი მეხსიერებით მაინც ვრცელდებოდა ხალხში. კი ბატონო. ასე რომ მე მგონი გასაგებიც არის რატომ სიმღერა სულიკო ჟღერდა და ჟღერს ყოველთვის ყველგან დიდ სცენაზე, ქუჩის მუსიკოსების მიერ არაერთი ფაქტის მომსწრე ყოფილა ჩვენი საზოგადოება, როდესაც სრულიად უცხო ქალაქში ადგილობრივი ქუჩის მუსიკოსი სულიკოს ჰანგს ამღერებს, სხვადასხვა ინსტრუმენტზე ან თავად ასრულებს ვოკალურად. ასე რომ აქ მე მგონი კითხვები ზედმეტია, რატომ სიმღერა სულიკო.
იმიტომ რომ ნამდვილად ეს სიმღერა ცალკე ასე ვთქვათ ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან სახეს წარმოადგენს სამუსიკო მიმართულებით. რაღაც თავის და უნებურად. არა მგონი ამ მასშტაბებში განეხილება ნაკადის თავის დროზე ეს რა თქმა უნდა, ეს თავისთავად რომ მოხდა და დღეს რო ასეთი მოცემულობა გვაქვს, რეალურად ამის კონსტატირება მოახდინა სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, იმ ინიციატორთა ასე ვთქვათ ჯგუფის საფუძველზე, რომელმაც მოგმართა მემკვიდრეობის სააგენტოს თვითონ ლექსი თვითონ ისეთი შინაარსისა, რომ ამაზე ცალკე ლეგენდები დადიოდა და ცალკე ვერსიებია, ხო? მეგობრის საფლავი, შეყვარებული საფლავი, ასე შემდეგ. ახლა ამაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ თვითონ სიმღერა მართლაც უნივერსალური გამოდგა იმ გაგებით, რომ ერთის მხრივ არის სახალხო, მეორეს მხრივ რაღაც კლასიკურ ქალაქურ სტილად წოდებულ ჩარჩოში ჯდება და მესამე ის რომ მართლაც ყველასთვის მისაღები გამოდგა. ეს ასე ვთქვათ რეპლიკა თქვენი განმარტებისა თუ ქალაქური ფოლკლორის ასე ვთქვათ, რასაც უწოდებთ ხო ქალაქური ფოლკლორის დასავლური შტოს ტიპური ნიმუში და ცხადია ძალიან მალევე აიტაცა ამიტომ საზოგადოება. იმერული სიმსუბუქით და ასე შემდეგ. ბაფთიანი გიტარისტი. ინიციატორს და ჯგუფი ვინ იყო და რატო? ინიციატივით მოგმართა საჩხერის მისცემა. კითხვა რატომ აღარ გავაგზელებ? თუმცა საინტერესოა, მე დავიწყე მეც ფიქრი, რატო აქამდე არავის არ გაუჩნდა ეს ინიციატივა, თქო, იგივე ნებისმიერ საშემსრულებლო ანსამბლს შეიძლება რომ მოემართა, იმიტომ რომ და ეს საჩხერის მუნიციპალიტეტიდან იყო ზუსტად თავად ინიციატივა წამოსული. ოჯახმად. დიახ, ოჯახის კლავ. შესაბამისად, პროცედურული მხარე როგორი არის იმისათვის, რომ სტატუსი განესაზღვროს ელემენტს, ობიექტს, ასე ვთქვათ, თავდაპირველად მოგმართავს საინიციატივო ჯგუფი. განცხადებასთან ერთად არის სავალდებულო შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეს არის სააღრიცხვო ბარათის ფორმა. საკმაოდ ვრცელი ფორმის სააღრიცხვო ბარათი გვაქვს. ბევრ ინფორმაციას მოიცავს, რაც უნდა იყოს დატანილი და ასევე თანდართული უნდა იყოს ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა. გააჩნია რა ფენომენზე გვაქვს საუბარი. როგორც წესი, როდესაც შემოდის საინიციატივო ჯგუფის მიერ რაღაცა თემა სტატუსის მინიჭების და თაობაზე, სააღრიცხვო ბარათი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველთვის საჭიროებს დამატებით დამუშავებას. რატომ? იმიტომ რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა იცით ძალიან ვრცელ არეალს მოიცავს, ძალიან რთულია კარგად გაწერა თითოეული კონკრეტული თემის იმისათვის, რომ სექციის წევრებისთვის იყოს მარტივად გასაგები გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, როგორც წესი, ესეთი ჩვენი მხრიდანაც ინტენსიური კავშირი მიდის საინიციატივო ჯგუფთან, ვეხმარებით სრულად მაქსიმალურად ბარათის დახვეწაში და შემდგომ უკვე ესეთი უკვე დასრულებული ფორმით ხდება სექციაზე გატანა. და შემდგომ უკვე გენერალური დირექტორის პროცესი მიდის. ქალბატონ სალომე, თვითონ თქვენ ბრძანეთ რომ მოგმართეს და ამის საფუძველზე. სულ ორი ფორმაა ძეგლის მინიჭების პროცედურისა, მომართვის საფუძველზე და თვითონ ალბათ თქვენი სააგენტოს ინიციატივით თუ როგორ არის? არა, სააგენტოს ინიციატივა, ნახეთ, ეს კონვენციაში არის მკაცრად გაწერილი. ინიციატივა ყოველთვის უნდა დიახ იუნესკოს 2003 წლის კონვენციაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იქ ზუსტად ძალიან მკაცრად წერია, რომ ინიციატორი უნდა იყოს ის თემი, ის ჯგუფი, ვინც არის ამ კონკრეტულ რაღაც ელემენტის ფენომენის პრაქტიკაში ჩართული. როგორც წესი ასეა. ანუ ამის ცოცხლად შემნახველი უნდა იყოს ინიციატორი. ცოცხლად შემნახველი უნდა იყოს ამის ინიციატორი. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს რაღაცა ასე ვთქვათ შემთხვევები, როდესაც ვიწევს ჩვენც რაღაცა ინიციატივის გამოჩენა იმ მხრივ და მიმართვა შესაბამისი თემისთვის, ჯგუფისთვის, რომ ყوارი ფიქრებდნენ აი ამ ელემენტზე, ობიექტზე და უშუალოდ სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით განცხადება შემოიტანონ თანდართული დოკუმენტაციით და მქონია ესეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა რატო გჭირდება ასე ლავირება? იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენ ეს ნუსხა რეალურად მართლა უნდა განვავრცოთ, ძალიან მცირეა
ჩვენ რეესტრში არსებული ელემენტების რაოდენობა იმ დიდი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს ნამდვილად, დღეს მდგომარეობით ეს არის 75 ელემენტი, ნამდვილად არ არის ეს რაოდენობა, რაც ალბათ მოდი ესე ვთქვათ, გვეკადრება რა. მე რაც მახსოვს, სადღაც 2019 წელს თუ სწორად მახსოვს სტატისტიკა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე იყო დაახლოებით 42 ობიექტი. შეიძლება ოდნავ ვწდები ეს მე რაც დაახლოებს და დღეს 2025 წელს გვაქვს რამდენი? დღეს გვაქვს 75. და შეგვიძლია რომ კიდევ უფრო ბევრად მეტი. რა თქმა უნდა გვქონდეს ეს ნუსხა უნდა იყოს ძალიან ვრცელი, ძალიან დიდი, მე ვფიქრობ. რაც შეეხება, ესე იგი, ადგილობრივ დონეზე, ნახეთ როგორ არის, ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ორი რეესტრი, გვაქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ელემენტი და გვაქვს ეროვნული კატეგორიის ელემენტი. ეროვნული კატეგორია უფრო მცირე რაოდენობით, ვთქვათ, არამატერიალურ ძეგლებს აქვს განსაზღვრული და შემდგომ ყველაზე მაღალი რანგი, ასე ვთქვათ, ეს არის უკვე საერთაშორისო აღიარება, რასაც იუნესკოში აღიარება. დღეს ხო იუნესკოში ტრიადით ვართ წარმოდგენილი, ხო? არა, 4 ელემენტი. უკვე 4-ეული, ხო? მაგრამ პირველი საწყისი იყო პოლიფონია თუ სწორად მახსოვს, მერე ქართული ღვინის დაყენების წესი და მერე იყო ანბანი. მერე იყო ანბანი, შემდგომ იყო ქართული ჭიდაობა. და იმედი მაქვს კიდევ დაემატება. და ველოდებით დიახ, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ნუ პოლიფონია ძალიან საინტერესოა, საერთოდ ეს ისტორია ქართულ პოლიფონიურ სიმღერასთან დაკავშირებით, მაშინ რა თქმა უნდა არ არსებობდა ჯერ კონვენცია არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ეს 2001 წელს შეიტანა თავად იუნესკომ მისივე ინიციატივით. იმ ნუსხაში, რომელიც შექმნა და მოიცავდა არამატერიალურ და ასე იგი ფენომენებს, 19 ფენომენი იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შედევრთა ნუსხა შექმნა და აი ამ 19 ფენომენში შედევრში იყო შერჩეული სწორედ პოლიფონიური სიმღერაც. აი მერე უკვე ავტომატურად ის ქვეყნები, როდესაც შეიქმნა კონვენცია არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ და ქვეყნები, რომლებიც მიუერთდნენ ამ კონვენციას, თუ კი მათი, ასე ვთქვათ, ელემენტი იყო უკვე მანამდე ამ შედევრთა ნუსხაში წარმოდგენილი, ავტომატურად უკვე გადავიდა, ასე ვთქვათ, იმ რეესტრში, ხო? გაბატონო სალომე, თქვენ განმარტეთ, რომ არის პირველი დონე, მერე არის ეროვნული კატეგორიის და ბოლოს ალბათ მეგამასშტაბური არის ეს მაგალითად იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ძეგლები. ეს უკვე ზიარი მსოფლიო მემკვიდრეობა რაც არის. თანამედროვე რეალობაში მას შემდეგ რაც ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდა, მსოფლიო საზოგადოება კიდევ უფრო გახსნილი გახდა და სხვა ერებისთვის დამახასიათებელი ავთენტური შესაძლებლობების ღირებულება კიდევ უფრო საინტერესო გახდა. ჩვენ ამ ყველაფრის ფასი უფრო სხვანაირად გავიგეთ. მით უმეტეს ისეთ ჭრელ რეგიონში, როგორც ამიერკავკასია და რეგიონში ეს ნორმალური პროცესი ალბათ, როდესაც გარკვეული მიმართულებით არსებული რაღაც სიახლე კულტურული მონაპოვარი არის ის, რასაც თქვათ მეზობელი სახელმწიფოებიც იშემებენ და შეიძლება სულად ერთი სახელმწიფოსი იყოს, მაგრამ რეგიონულ ჭრილში გაზიარებიდან გამომდინარე, შეიძლება რაღაც მიამატა, მოაკლო და ამბობს, რომ ჩემია და ასე შემდეგ. აღარ განვავრცო ამ თემას. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ასე თუ ისე გასაგები ხდება ასეთი რეესტრის არსებობის ღირებულება. თქვათ ის, რომ ახლა 4-ით ვარ წარმოდგენილი მსოფლიო რეესტრში არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობისა, თან ეს 4-ვე ისეთია, რომ ვერავინ ვერ იტყვის და ვერც განხილვაში ვერ შემოარო, არ არის ეს წმინდა ქართული, ასე თქვათ, ისეთი ფენომენია. მაგრამ აი ეროვნული კატეგორიის, სადაც შედარებით ნაკლები გვაქვს, ვიდრე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, პირველად ისია რაც არის, რომლის გამრავლებაზეც მნიშვნელობაზე ჩვენ ვისაუბრეთ. აი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ თქვენ როგორც პროფესიონალმა რომ აღვიხსნათ რას გვაძლევს და რაში გვეხმარება. ერთი ის რომ თქვა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთხელ აფხიზლებს და ახსენებს რომ ის რასაც ჩვენ თვალი და ყური მიაჩვიე განსაკუთრებულია და ამას ყურადღებით გავუფრთხილდი და კიდევ რას გვაძლევს, რაში გვეხმარება ჩვენ ლოკალურ დონეზე და გლობალურ ჭრილში. იცით რა, თქვენ რაც აღნიშნეთ, დიახ, ძალიან ზუსტია. თუნდაც აი 4 ელემენტზე რაც არის მსოფლიო არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში, იმიტომ რომ იქაც კიდე სხვადასხვა ნუსხაა.
მინდა გითხრათ, რომ არამატერიალური მემკვიდრეობის ხაზით არსებობს ზიარი მემკვიდრეობის ელემენტებიც, რაც შეტანილია იუნესკოს ასე ვთქვათ ამ რეესტრში. დიახ. ეს არის ის ფენომენი არამატერიალური მემკვიდრეობის ზოგადად, სადაც ნახეთ როგორ არის, არ ხდება იმის დაჩემება, რომ ის მხოლოდ შენია. შეიძლება იყოს შენთანაც, მაგრამ იყოს სხვა ქვეყანაში, ანუ ზიარი პრაქტიცირება, ასე ვთქვათ. და ეს არის ზიარი, ნუსხები, ეს არის ძალიან ჩვეული ამბავი და სხვათა შორის უპირატესია განხილვის თვალსაზრისით, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს იუნესკო. ეს პირდაპირ უწერია თავის დიდ ცელ განმარტებით ტექსტში. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საინტერესო საყურადღებო თემაა. რეალურად რას გვაძლევს, ხო? ეს რეესტრი, ეს ნუსხა შიდა დონეზე, მსოფლიო დონეზე გვაძლევს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღიარებას და დაცვას. ეს არის დაცვის მექანიზმი. საერთოდ საფუძველი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის შექმნისა იყო ძალიან საინტერესო. ერთი მხრივ, ძალიან მოკლედ ვეცდები, რომ დავაფიქსირო. ერთი მხრივ, სხვათა შორის ამის, ასე ვთქვათ, კამერტონი გახდა 72 წლის კონვენცია, იუნესკოს 72 წლის კონვენცია, ყველაზე პოპულარულ კონვენციას უწოდებენ ამ კონვენციას, კულტურული მემკვიდრეობის და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელმაც პრაქტიკულად მთლიანად ევროპულმა მხარემ გადაწონა ეს კონვენცია, იმიტომ რომ ესე უწოდებენ კიდევაც, რომ კულტურული მემკვიდრეობის მალარია დაიწყო, იმიტომ რომ ინტენსიურად დაიწყეს ქვეყნებმა აღმოსხვა თავიანთი უძრავი და ბუნებრივი მემკვიდრეობის, მაგრამ ესეთი ევროპულ ცენტრული გახდა ძალიან ეს მემკვიდრეობა და დომინანტი ადგილი წაიღო ევროპამ და ამის ფონზე უკვე სხვა ქვეყნები დაიჩაგრნენ, ასე ვთქვათ. მანამდეც ჰქონდა პერიოდულად მერე მცდელობა თავად აკმ-ის კონვენციის, არამატერიალური კონვენციის მიღებამდე იუნესკოს მცდელობა იმისა, რომ რაღაც ნაბიჯები გადაედგა, აი ცოტა უკვე სხვა ფენომენების მიმართულებით, რომელიც ძალიან დიდად იყო წარმოჩენილი აფრიკის ქვეყნებში, ხო? აზიის ქვეყნებში, ვინაიდან მან აღიარა, რომ მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ეს უძრავი მემკვიდრეობა, ეს ბუნებრივი მემკვიდრეობა, არამედ არის ის სულიერი თემები, რასაც ადამიანები, ჯგუფები, თემები ყოველდღიურ რეჟიმშიც ინახავენ. შესაბამისად, კონვენციის მისვლამდე იყო მაგალითად 99 წელს შექმნა მან რეკომენდაციები ტრადიციული, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობის ფოლკლორის დაცვის შესახებ. და ესე ნელ-ნელა მივიდა აი არამატერიალურ კონვენციამდე, იმისათვის, რომ სწორედ აი ამ ადამიანთა მიერ ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრების წესიდან გამომდინარე არსებული მემკვიდრეობა დაიცვა. და მეორე მხრივ, აი იმ დაუშვათ 72 წლის კონვენციის პარალელურად უკვე რეალურად დაინახა ის საფრთხეები, რაც გლობალიზაციას მოჰქონდა, ხო? უკვე ხდებოდა ასიმილაცია, ინტენსიურად და სწორედ აი ეს ავთენტური თემები რო არ დაკარგულიყო, საბოლოო ჯამში მივიდა არამატერიალური მემკვიდრეობის კონვენცია. აი ტერმინის ძიებაც კი მანამდე იყო ფოლკლორი, მაგრამ არ უნდოდა ამის გამოყენება, რატო ის თვლიდა, რომ უფრო რაღაც სტერილური, ნახეთ, უფრო სტერილური ისეთი სიტყვა შემოეტანა, რომელიც ასოციაციურად არ წაგიყვანდა იმ ძველ თემებთან. ანუ არა ფოლკლორი, არამედ არამატერიალური მემკვიდრეობა, რომელიც უფრო სტერილურია გარკვეულწილად და ასე ვთქვათ, ახალ არეალს თავაზობს, უფრო დიდ სივრცეს თავაზობს უკვე ქვეყნებს იმისთვის, რომ დაიცვან ეს მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა ეს პროცესი და პირდაპირ გეუბნება, რომ მე ვაღიარებ იმას, რაც შენ თემებში, შენ ჯგუფებში დღემდე ცოცხალია და საჭიროა, რომ მათ ამით პრაქტიკა დღემდე განახორციელოთ. თუ მათ დაკარგეს იმ, ასე ვთქვათ, ფენომენთან კავშირი და იმ ჯგუფმა ის არ შეინახა, უწინ შესაძლოა ძალიან ღირებული იყო, მაგრამ დღეს არ ხდება ამის პრაქტიცირება, ასე ვთქვათ, ხო? მაშინ ასეთი ფენომენი იუნესკოს კონვენციის მიხედვით არ არის საინტერესო. ცოცხალი უნდა იყოს. ცოცხალი, იმიტომაც ქვია, ცოცხალი მემკვიდრეობა. კაპიტან სალომე, თქვენს უწყებაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მუშაობთ.
მარტივად თუ პრიმიტიულად რო ვთქვა, ჭყალებში ვთქვა ამ ორივე სიტყვას და გასაგებიც ხდება მატერიალური და არამატერიალური. თითქოს ადვილია რომ მატერიალური შემთხვევაში პირობითად ძეგლი დგას და მთავარია იზრუნო რომ იმან პირვანდელი სახე შეინარჩუნოს. ეს პირვანდელიც კიდე პირობითია, იმიტომ რომ ჩვენი მეხსიერებიდან და სხვადასხვა შესაძლებლობით დადასტურებული პირვანდელ სახეზეა საუბარი, ხო? და მისი მხარდაჭერა. პირობითად შენობა დაინგრა, ძეგლი აღარ არის. შენობა არსებობს და ახლოს არის პირვანდელ სახესთან, ძეგლი არის და იქაც კიდე ბევრი ნიუანსია და ჩვენ ამის მაგალითი გაგვაჩნია ჩვენი ძეგლებიდან გამომდინარე, ხო, როგორ შევიდა სიაში, როგორ გამოვიდა, როგორ შევიდა მოსაცდელ სიაში, ასე ვთქვათ, თუ საცდელ სიაში და მართლაც მოსაცდელში იყო ამ რეესტრის სიაში და ასე შემდეგ, ამას არ ვეხები. მაგრამ არამატერიალური შემთხვევაში თითქოს უფრო რთულად არის საქმე. ამას ვიზუალურად ასევე შეიძლება ვერ ხედავდე, გამონაკლისის გარდა პირობითად აგერ მუსიკაზეა საუბარი და აქ მხოლოდ ხმოვანი მეხსიერება, აუდიო ახმადობა, აქაც ისე ვიმეორე პირვანდელი სახე და ფორმაც ისეთი პირობითია და მაინც ცოცხალი ადამიანის აღქმაში პირვანდელზეა საუბარი, ხო? და ბევრად უფრო თითქოს მარტივია, მაგრამ რთულია აშკარად, ხო? არამატერიალური შემთხვევაში. და აი აქ მე ნახი მაგ და ვიცია რაღაც სამოყვარულო დონეზე თვითონ ფორმაც მინახავს და საკმაოდ ბევრი კითხვა დეტალიზებისთვის, რომ რაღაცა ჩარჩო ფორმა გამოიძერწოს და ამის მიხედვით თქვათ, რომ ეს შეესაბამება ამ სტანდარტებს და ვაღიარებ როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, მაგრამ რაში არის აი ეს პროფესიულ დონეზე რო გითხრათ, რაში არის ყველაზე მეტი სირთულე და როგორ უნდა მოხერხდეს ის, რომ აი ეს რაღაც საწყის ხასთან სიახლოვის შენარჩუნება გაგრძელდეს. აი თქვა დღეს მივანიჭეთ სულიკოს ეს სტატუსი და თქვით რომ ცოცხალია დღესაც, მაგრამ პირობითად 30-20 წლის მერე თუ ასეთი მოთხოვნადი არ იქნება და ამ სიხშირით არ ვიმღერეთ, მარტო ისტორია შაბარდება და მერე ვიტყვით რომ პირობითად cover ვერსია სულიკოსი მოდი ესეც შევიტანოთ, როგორ არის ეს პრაქტიკაში? ცოტა უტრირებულად ვსვამ კითხვას. გასაგებია. დიახ, არამატერიალური შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე. პირდაპირ ვიტყვი, რომ საშემსრულებლო ხელოვნება მთლიანად არამატერიალურია. და სხვათა შორის საინტერესოა და საყურადღებო, რომ თავად იუნესკოც საშემსრულებლო ხელოვნებას შორის მუსიკას ყველაზე უნივერსალურს უწოდებს, იმიტომ რომ ის ყველგან არის და ყველა სივრცეში სხვა საშემსრულებლო მიმართულებებშიც ძალიან ინტენსიურად არის სწორედ წარმოდგენილი. თავისთავად არამატერიალური მემკვიდრეობა ეს ის მემკვიდრეობა, რომელიც მუდმივად განახლებადია. ხო? კონვენციაში წერია და ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ ეს ასეა. რატომ? იმიტომ რომ იმას კონკრეტულად იმ მომენტში ის კონკრეტული ადამიანი ან ადამიანები ქმნიან. მარტივად რო ვთქვათ, თუნდაც ერთი სიმღერის მაგალითზე, აი დღეს სულიკოზე ვსაუბრობთ და სულიკოს შესრულება რა დავიცავით, ხო? დავიცავით რა ის უმთავრესი კარგა რომელიც არის. მელოდიური მონახაზი, თავისი ჰარმონიული თანხლებით. ეგრეთ წოდებული cover ვერსია, ეგრეთ წოდებული რაღაცა სხვა ინტერპრეტაციები, საშემსრულებლო ხელოვნებაში ზოგადად რო ვთქვათ, ეს ძალიან ჩვეული პრაქტიკა არის. ხელოვნება ცოცხალია მანამ სანამ ყოველთვის ის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ხელოვანიც იზოლებულია ხშირად მოერგოს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს, ხო? ამავე დროს საჭიროა ის, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია ერისთვის და ქვეყნისთვის, ცხადია იქ უნდა კონკრეტული ჩარჩო მაინც შენარჩუნებული იყოს. აქედან გამომდინარე რთულია ნამდვილად ლავირება, მაგრამ ეს შესაძლებელია. ჩვენ დავიცავით სიმღერა სულიკოს შესრულების ტრადიცია. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ საფრთხე, როგორც ესეთი, საფრთხე შეიძლება სხვადასხვა იყოს, არამატერიალური მემკვიდრეობის ხაზით ძალიან ბევრი მიმართულებაა და საფრთხე თითოეულ კონკრეტულ ელემენტთან შესაძლოა სხვადასხვა იყოს გამოკვეთილი. სულიკოს შემთხვევაში მე მეეჭვება, რომ რაიმე საფრთხე იყოს, იმიტომ რომ სადაც აქამდე სიმღერა მოვიდა სწორედ ამ სახით და პრინციპში აი ასე პატარა გადახოვას გავაკეთებ, რამდენიმე დღის წინ იყო ტელე იმედის ეთერში ზუსტად
ამ თემაზე საუბარი და ანსამბლმა რუსთავმა შეასრულა ცოცხლად კლასიკურ სამხმიან ვარიანტში გიტარის თანხლებით და მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც ის არის, რაც ჩვენი იდენტობასთან ყველაზე ახლოს არის კავშირში. თორე სხვა დანარჩენი, რა თქმა უნდა, ეს უკვე ხელოვანის და შემოქმედის მისებურ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, რომლის, ასე ვთქვათ, რეგულაცია სახელმწიფოს დონეზე რეალურად, პრაქტიკულად ძალიან რთულია, მაგრამ არ მგონია ისეთი უხეში ჩარევა მოხდეს ამ სიმღერასთან მიმართებით, იმიტომ რომ თავად ის სიმღერის ქარგა არ გაძლევს. სხვა სიმღერას არ გიტოვებს? ხო, არ გიტოვებს, იმიტომ რომ მისი მელოდიის ტიპი თვითონ როგორიც არის, ხო, ეს ჰარმონიული თანხლება ძალიან ისეთი აკადემიურ კლასიკურ ვარიანტია და რაც არ უნდა ეცადო, ძალიან უხეშ ჩარევა ამ შემთხვევაში მე მგონი ნაკლებად შეიძლება სიტყვა სულიკო ჟღერდეს, მაგრამ კონსტრუქცია მუსიკალური წყობისა ისე დაერგვეს. ეს უკვე აღარ იქნება სიმღერა სულიკო, ეს უკვე სხვა რამე. ასეთი უხეში გადახვევით საშემსრულებლო ხელოვნება მუდმივად რთული განხილვისაგანია მუსიკა. ისედაც ზოგადად იმიტომ აღვნიშნო, რომ არამატერიულ მემკვიდრეობას ეს არის მუდმივად განახლებადი მემკვიდრეობა. უბრალოდ ჩვენთან ქართველი მსმენელი და მაყურებელი ისეთი პრეტენზიულია, რომ მარტივადაც არ მისცემს ასე ვთქვათ, არ მიიღებს, ხო და ამით არ მისცემს ვთქვათ შემსრულებას. აი როგორც აკაკი ამბობდა განსაკუთრებით მიამებაო და სხვათა შორის აკაკი ამბობდა, რომ მუსიკას უფრო დაეჯერება ვინმე სიტყვასაო და ალბათ ეს არის ჩვენი საზოგადოებაც მუსიკით ძალიან ბევრ ამებს სწორად იღებს და ასეთ უხეშ ჩარევის საშუალებას არავის არ მისცემს. და მით უმეტეს აგერ რეესტრში აღმოჩნდა უკვე კიდევ ეს სიმღერა. ალბათ სალომე, მადლობა საინტერესო დიალოგისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ხშირად გვესტუმრებით და ხშირად ვისაუბრებთ ახალ ძეგლებზე, იმიტომ რომ ამ მხრივ ბევრი საქმეა კიდევ გასაკეთებელი, დიდი სივრცეა და ერთის მხრივ თითქოს რამდენია გასაკეთებელი, მაგრამ მეორეს მხრივ რა მაგარია, რომ ამ პატარა ქვეყანაში ასეთი საოცარი კულტურული მონაპოვარი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა რაც ახლა გვაქვს რეესტრში, არაფერია და სამუშაო არის კიდევ ბევრი და ანუ ჩვენმა წინა თაობებმა იმდენი რამე დატოვეს და დღევანდელი თაობაც იმედი მაქვს შექმნის ამღირებულების არაერთს კიდევ რომ შეინარჩუნებს ჩვენ ხო ახლა ის შეიძლება ისეთი ეტაპი იყოს, როდესაც შეიძლება არ შექმნა, მაგრამ მაქსიმალურად სწორად შეინახო ის, რაც მანამდე იყო. და ესეც დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან და აქვე დავაფიქსირებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არის ღია იმისთვის, რომ ეს ინიციატივები მაქსიმალურად საზოგადოებისგან მიიღოს და ერთობლივად დავამუშაოთ, დავახმაროთ და ნუსხაში შევიდეთ. აგერ ჩვენ დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტმა მოგმართათ და ლოგიკურია რატომაც მოგმართათ და ვთქვით, რომ ყოჩა მათ თქვა და არაერთი მუნიციპალიტეტი გვაქვს საქართველოში, სადაც დაბადებულ აღზრდილ ადამიანებთან არაერთი ისეთი საშემსრულებლო ხელოვნების ნიმუში არის კავშირში, რომელიც შეიძლება ასევე გახდეს თქვენი რეესტრის სიის წევრი და ალბათ ყველას უნდა მოუწოდოთ აქტიურობისკენ. და მე აქვე ვიტყვი, ლოგიკურია, რომ ჩვენ აუცილებლად მოვისმენთ სულიკოს რადიო იმედის ეთერში, ამ დროს ვთხოვ, რომ ფონურ რეჟიმში უკვე გაუშვას კიდევაც და ერთ რამეს აღვნიშნო. მადლობა კიდევ ერთხელ დიალოგისთვის, მენელს ვეთქვი, რომ ვინც გვიან შემოგვიერთდა და დაინტერესებს თემა, ჩვენი საუბარი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე, მაგრამ აი ზაფხულია, ყველა მიდი მოდის და თუ ვინმე საშუალება გექნებათ, მით უმეტეს აგერ სულიკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების ფონზე იქნებ საჩხერისკენ თუ ხართ სოფელ სვიტორშიც შეიაროთ აუცილებლად, იმიტომ რომ იქ ნახავთ ამ სიმღერის შემქმნელის არამხოლოდ ბავშვობის ისტორიას, ხო და მით უმეტეს ის მუზეუმის შენობა, სადაც არის ასევე არის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. აი ამ სურვილებით და მადლობით გემშვიდობებით დროებით.